საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასევე აზიის განვითარების ბანკის ერთობლივი პროექტის თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის ფარგლებში 20 სკოლას შორის ჩვენ და საბედნიეროდ და გასახარლად მოხდა დაბახარა გაულის მეორე საჯარო სკოლა და მიმდინარეობს ეხლა შენობის მშენებლობა და ძალიან მალე დაახლოებით ალბათ იანვრიდან უკვე დაიწყება პროფესიულ სასწავლებელში პირველი ნაკადის მიღება. ეს არის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომელიც აღიჭურება სპეციალობების შესაბამისი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, აღჭურვილობებით, მანქანადანადგარებით, რომლის შესახებაც უკვე სამინისტროს გამოცხადებული აქვს ტენდერი, აი ამ ინვენტარის შესყიდვის თაობაზე, 2 პროფესიული პროგრამა განხორციელდება. ეს იქნება ხეზეკვეთა სადურგლო საქმე და მეორე იქნება კონდიტერია, სადღესასწაულო ტკბილეულის ნამთხრობის ტორტების შესწავლა. ძალიან საინტერესო არის დურგლობა, სადურგლო საქმე, ხეზეკვეთა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, კონდიტერია ძალიან მოთხოვნადია, ძალიან საინტერესოა და ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის არა მარტო ახალგაზრდებისთვის, ეს არ არის მოსწავლეებზე გათვლილი მხოლოდ და მხოლოდ, ეს არის ასაკის შეზღუდვის გარეშე 15 წლის ზემოთ ასაკის შეუზღუდავად ყველა მსურველს, ყველა ზრდასრულს შეიძლება აი აქ მიიღოს პროფესიული განათლება. ჩვენთან კონკრეტულად აი სადურგლო საქმე და კონდიტერია იქნება 3-დან 5 თვემდე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობას რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან მალე ამოქმედება და იქნება შესაძლებელი გამოიყენებს მაქსიმალურად ჩვენი რაიონის მოსახლეობა, იმიტომ რომ პროფესიული საქმიანობა, პროფესიული მიმართულება ძალიან აქტუალური არის დღევანდელ ცხოვრებაში და თუ კი ხარაგაულის რაიონის მუნიციპალიტეტის მკვიდრს ადგილზე ექნება ეს შესაძლებლობა, რატომ არ უნდა გამოიყენოს, აუცილებლად უნდა გამოიყენოს თავის რაიონში, რაიონის წინსვლისთვის, წარმატებისთვის და საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის.